13 ივნისის სტიქია, რომელმაც 19 ადამიანი შეიწირა და ათობით ოჯახი დააზარალა, ისევ ყურადღების ცენტრშია. უსახკაროდ დარჩენილმა ნაწილმა სახელმწიფოსგან ფინანსური დახმარება უკვე მიიღო. ამ დროისთვის თბილისის მერის მიერ გადაცემული თანხით 12-მა ოჯახმა ისარგებლა. დაზარალებულთათვის გადარიცხული თანხა კი საერთო ჯამში 9 მილიონს აღწევს. ჯიბუტების ახალკაცებისა და ზანგურაშვილების ოჯახებმა ახალი საცხოვრებელი სახლები კომპენსაციის სახით მიღებული თანხიდან შეიძინეს. 13 ივნის დაზარალებულები დღეს ვიცე-მერმა და ვაკის გამგებელმა მოინახულა. თბილისის მერია 32 ოჯახს თანხა გადაურიცხა. ამ დროისთვის უკვე 12 ოჯახს საკუთარი ბინა აქვს. 20 აგვისტოს მდგომარეობით 32 ოჯახს, რომლებიც იყვნენ მოხვედრილი პირველ კატეგორიაში, გადარიცხული აქვს თანხა და ეს არის 8.860.396 ლარი. მათგან 12 ოჯახს უკვე შეძენილი აქვს ბინები. აღსანიშნავია, რომ უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც დაზარალებულმა ოჯახებმა ორ-ორი ბინა შეიძინეს მათთვის ჩარიცხული თანხიდან. ამ წუთებში ჩვენ რა თქმა უნდა ვაკმაყოფილებთ როგორც პირველი კატეგორიის დაზარალებას, ასევე მეორე კატეგორია როგორც მოიხსენებათ არის დაახლოებით 14 საცხოვრებელ სახლამდე, რომლის რეაბილიტაციას ვახორციელებთ. ამ სახლების სრული რეაბილიტაცია უნდა განახორციელოს ვაკის რაიონის გამგებლად. გარდაცვლილი ივლიტე ჯიბუტის ოჯახის წევრებისთვის სახლის მშენებლობა ამ დროისთვის მიმდინარეობს. ახალკაცებისა და ზანგურაშვილების ოჯახი კი უკვე დასახლდა. Θέλει მოვაწერეთ ორი კატეგორია იყო, ან ერთი უნდა გვერდჩია, ან მეორე და ვირჩიეთ სულადობაზე, ავირჩიეთ. 15 დღეში თანხა დაჯდა უკვე და შევძინეთ ორი ბინა, ერთი თემქაზე და ერთი აქა. პირველი კატეგორიის დაზარალებული ვარ, ჩემო სვანიძის 11 ნომერში ცხოვრობდი, სულადობით ავირჩიე, როგორც ჩემო მთავარ законების მართვის სამინისტრომ, ანუ 65,000 ჩამერიცხა ანგარიშზე. შევარჩიე ბინა, აი ეს ზაქარიელის 3 ნომერია, გადმოვედით და რა ვიცი, ძალიან დიდი მადლობა ყველას. მერია დაგვეხმარა, თავრობამ დაგვეხმარა, ყველანაირი დახმარება მივიღეთ, რა ვიცი. მადლობის მიტი არაფერი არ გვეთქვით, ჩვენ მრავალი შვილიანი ვართ და ნაწილ-ნაწილ ვიცხოვრობთ, იმიტომ ერთად შეუძლებელია ცხოვრება, აქ ჩემი შვილი თავისი ცოლ-შვილით იცხოვრობს. სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის სიაში კიდევ ბევრი ოჯახია. მათი მდგომარეობის სირთულის მიხედვით 3 კატეგორია არსებობს. პირველი, ვისაც სრულად გაუნადგურდა საცხოვრებელი, მეორე, როცა შესაძლებელია სახლის შენარჩუნება და აღდგენითი სამუშაოების ღირებულების დათვლა საჭიროებს და მესამე, როდესაც სახლი არ არის დაზიანებული, თუმცა განადგურებულია ნაკვეთები.